კორინთელთა ეპისტოლის პირველი კორინთელთა ეპისტოლის 10 თავის პირველიდან 10 მუხლის ჩათვლით არის საუბარი ძველი აღთქმის პერიოდზე და ახლა ასეთი რაღაც ტიპოლოგიური მაგალითებია მოყვანილი ძველი აღთქმის მომენტებიდან, როდესაც ძველ აღთქმაში ხდება რაღაცა, ეს არის წინასახი იმისა, თუ რა უნდა ხდეს მომავალში, მაგალითისთვის ახლა რა. აქ არის საუბარი იმის შესახებ, მეორე მუხლს წავიკითხო, მოდი ესე. ყოველთა მოსეს მიერ ნათელი ღეს ღრუბლით ამით და ზღვითა. რაზეა საუბარი? როდესაც მოსემ წამოიყვანა ებრაელები აღთქმული ქვეყნიდან ესე ეგვიპტიდან და უნდა მისულიყო აღთქმულ ქვეყანაში, გაიარა ზღვა. თან გზავრობის დროს დღე იმისთვის მზეს, მწველი მზის სხივებს არ შეეწუხებიათ ებრაელები, ღრუბელი ფარავდა ებრაელებს. და როდესაც ღამე იყო და უნდა ემოძრავათ, ნათება იყო ცეცხლოვანი და გასასუნათებდა რა. და მე გაიარეს, როგორც გახსოვთ, მეწამული ზღვა გაიარეს ეგვიპტელებმა. ეგვიპტელებისგან დევნილმა ებრაელებმა და ეს იყო წინასახე მაცხოვრის ნათლობის. როდესაც მაცხოვარი შევიდა იორდანეში, ნათელი იყო, ხო ვიცით ჩვენ. ხო და ასევე არის ასეთი ნათქვამი წმინდა წერილში, რომ ვინც არ მოინათლება წყლისგან და სულისგან, ვერ შევა სასუფეველში, ხო, რა იოანეს სახარებაში გვახსოვს ჩვენ და ის რომ ნათლობა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს წუთისოფლის სიამეები, ეშმაკის ხაფანგებს მოკლედ გვერდი აუაროს და შევიდეს აღთქმულ ქვეყანაში, რომელიც წინასახია სამოთვის, ამისათვის აუცილებელი ადამიანი მოინათლოს. და ეს იყო წინასახისორით რა. ასევე თუ გახსოვთ, ამ მოვლენის მთავარი მოქმედი ვინ იყო? მოსე, ხო? მოსეზე წმინდა მამები ამბობენ, რომ იყო წინასახე მაცხოვრის. ესა ტიპოლოგიური მაგალითები, ან როდესაც რაღაცა მოვლენა არის წინასახე იმ მოვლენისა, რომელიც ახალ აღთქმაში აღსრულდა, ან ვიღაცა პიროვნება, სუბიექტი, რომელიც იყო წინასახე იმისა, თუ რაც მომავალში მოხდებოდა. ასევე აქ არის საუბარი სულიერ მანანაზე, ხო? მანანა გახსოვთ ხო ძველ აღთქმაში, როდესაც ებრაელებს მოშივდათ უდაბნოში, ღმერთმა ზეციდან მოცა ზიციური პური, რომელსაც მანანა ეწოდება, ხო? ეწოდებოდა, ეს მანანა როგორი იყო ახლა? ალბათ ყველა მიცით, ქინძის თესლი, ხო? დაახლოებით ასე ამბობენ რა, ესე ქინძის თესლივით რაღაცა ძიდან ჩამოდიოდა, რომელსაც აგროვებდნენ ებრაელები, მოზელდნენ, გამოაცხობდნენ და ასე შემდეგ და ამით მე იკვებებოდნენ. და იყო თაფლიანი პურის გემოკვერების გემოქონდა. მაგრამ არსებობს კიდე სხვა საინტერესო განმარტება, თუ გახსოვთ ეს ჩვენ გვაქვს ნათქვამი, მაგალითად ებრაელს მოინატრა სიტყვაზე, რა ვიცი, ხაშლამა რაღაც, რა ვიცი რა და დღევანდელი ჩვენ რომ მოგვენატროს ახლა სიტყვაზე იქ რო ყოფილიყავით ხინკალი, ხო და მოზილავდი ამ მანანას, შეჭამდი და ქონდა ხინკლის გემო რა. ისევ ამბობ ახლა. მაშინ ახლა ხინკლის გემო კი არ ქონდა, უბრალოდ იმ გემოზე ჭამდი, რომლის საჭმლის ჭამაც უნდათ ებრაელებს. ესეთი საოცარი რაღაცა იყო და წინა მამები ამ მანანას ადარებენ იმ ქრისტეს ხორცს. ანუ ის იყო წინა სახე ქრისტეს ხორცისა. ხორცი, რომელიც ადამიანებს მიეცათ და მიეცა ვისგან, ხო? მაცხოვარმა, როდესაც საიდუმლო სერობაზე შეწირა პური და თქვა, ეს არის ჩემი ხორცია, ხო? ასევე ძველ აღთქმაში არის კიდე ერთი მომენტი, როდესაც ებრაელები მივიდნენ ერთ ადგილზე და მოწყურდათ ახლა უდაბნოში და მოსემ კლდეს დაარტყა კვერთხი და იქიდან წამოვიდა წყალი. წყალი წინასახე იყო მაცხოვრის სისხლის, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანი ხდება ადამიანის ნათლობით, მაგრამ იოანეს სახარებაში წერია, რომ იმის ჩვენ ვიყოთ ქრისტეს ეკლესიის წევრები და ვიწოდებოდეთ ქრისტიანებად, რომ გავამარტივოთ ასე, ადამიანი უნდა ეზიარებოდეს და ეს იყო ყველაფერი წინასახები, რომელიც ძველ აღთქმაში ხდებოდა. ეს არის ტიპოლოგიური მაგალითები ახლა რა. ხო. ნუ მოკლედ ასე შეიძლება ითქვათ, ახლა შევაჯამოთ ეს ძველ აღთქმისეული მონაკვეთი, რომელიც მოცემულია კორინთელთა ეპისტოლის 10 თავის პირველიდან 10 მუხლები, არის ის, რომ ძველი და ახალი აღთქმის მეუფე არის ვინ? ქრისტე ღმერთი, ხო? არ იფიქროთ, რომ ძველ აღთქმაში სხვა ღმერთი იყო, ზოგს ასე გონია, იმიტომ რომ ძველ აღთქმისეული რაღაცა მომენტები შეიძლება ახალ აღთქმისეულ დამოკიდებულებასთან
ცოტა ისე მიუღებელი იყოს მაგალითად ძველ აღთქმაში წერია რომ კვილი სისხლის წილი თვალის წილი და ახალ აღთქმაში კიდე მაცხოვარი გვეუბნება თუ დაგარტყავენ ვინმე მარჯვენა ლოყაში შეუშინე მარცხენა ხო ახლა ამას ახლა ძალიან ისეთი ვრცელი განმარტება აქვს ახლა და მოკლედ ვიტყვით რომ მაშინდელ ადამიანებს სწორედ ასეთი კურთხევა ჭირდებოდა და რო ეცხოვრათ და სწორად ეცხოვრათ სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა ქონოდათ მოვლენების და ადამიანების მიმართ ხოლ ახალ აღთქმაში უკვე როცა მოდელი მოვიდა ღმერთი განკაცდა ადამიანებს სამუხლის კარები გაიღოთ უკვე კურთხევა ცოტა შეიცვალა მაგრამ ვიცოდეთ რომ ძველი და ახალი აღთქმის მომცემე არის ქრისტე რაც შეეხება უკვე შემდეგ ნაწილს ჩვენ მიერ წასაკითხი ახლა ჩვენთვის განსახილველი თავისა არის რა ესე იგი აქ არის საუბარი ნაკერპავის ჭამაზე რა და მეოცე მუხლში ასეთი სიტყვები წერია ვით არ უგებენ წარმართნი ეშმაკსა უგებენ ანუ ის რელიგიური მიმდინარეობები რომლებიც არ არიან მართლმადიდებლები და ისინი ემსახურებიან ვითომ ღვთაებას ვიცოდეთ რომ წმინდა წერილის მიხედვით ისინი არიან ეშმაკები და ის ვინც იქ რაღაცა მსხვერპლ შეწირვას აღასრულებს თუ რაიმე წეს ეშმაკს უგებენ ასე ამბობს მოკლედ პავლე მოციქული და ახლა საინტერესო მუხლებს გეტყვით ახლა რომელიც მეათე თავში არის მოცემული ხოლო სარწმუნოა ღმერთი რომელმან არა გიტევნეს თქვენ განცდათ უფროს ძალისა თქვენისა ჩვენ სამწუხაროდ ცხოვრების განმავლობაში გვიწევს ხოლმე რაღაცა პრობლემებთან გამკლავება ხო ასეა გასასწრებელი მოდის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში და პავლე მოციქული ასე გვანუგიშებს რომ არ არსებობს განსასწრელი რომელიც უშვებს ღმერთი და თუ დაუშვებს ღმერთი ჩვენზე განსასწრელს ძალებსაც მოგვცევს იმისთვის რომ ეს განსასწრელი დაუძლიოთ ანუ ადამიანის ძალაზე ადამიანის შესაძლებლობაზე მეტ განსასწრელს ღმერთი არ დაუშვებს ანუ რაც შეგვიძლია მხოლოდ ისეთი განსასწრელი მოდის მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეიძლება უფრო მეტ საჯელს ვიმსახურებდით მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ უძლურები ვართ და ღმერთმა ის იცის იმამდე განსასწრელს უშვებს რისი დატევნად შეგვიძლია მეორე ერთი საინტერესო პარალელია კორინთელთა მე-6 თავშიდაც არის ეს სიტყვები ნათქვამი და აქაც გაიმეორა პავლე მოციქულმა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია ყოველივე ჯერ არ სჩემდა ეს 23 გლში წერია ყოველივე ჯერ არ სჩემდა არამედ არა ყოველი უმჯობესაა ყოველივე ჯერ არ სჩემდა არამედ არა ყოველი აღმაშენებელაა ანუ ადამიანს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება რაც მოგვესურვება შეგვიძლია გავაკეთოთ მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ თავისუფალი ნება რომელიც ჩვენ და თავისუფლება რომელიც ადამიანს ღმერთმა მიცა გონივრულად უნდა გამოიყენოს რა იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია მაგალითად რომ ითამასოს და დადოს ახლა ტოტალიზატორში ფსონები ხო შეუძლია რა ადამიანს შეუძლია რომ ნარკო დამოკიდებული გახდეს ალკოჰოლ დამოკიდებული გახდეს ხო შეუძლია მაგრამ ეს ყველაფერი სასარგებლო კი არ არის მე ადამიანისთვის რა პირველი იწევს ლუდომანიას ლუდომანი ხდება ადამიანი და ხდება მოკლედ ამ აზარტზე დამოკიდებული და კარგავს ყველას და ყველაფერს მეორე შემთხვევაში ნარკო დამოკიდებული ხდება თუ ალკოჰოლ დამოკიდებული და ისიც იკარგება საერთოდ და ადამიანი უკვე რეალობას მოწყვეტილი ეშმაკის მოკლედ ლუკმა გადაიქცევა ხოლმე რა ამიტომ პავლე მოციქული გვაქვს ეს კი გაქვთ თავისუფლება მაგრამ ეცადეთ ეს თავისუფლება გონივრულად გამოიყენოთ რა თორემ არ იქნება თქვენთვის აღსაშენებლად არამედ დასანგრევად გასანადგურებლად იქნება მე შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავისუფალი ნება საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართოს და ადამიანთა უმრავლესობა სამწუხაროდ ახლა რო ვაგვირდებით ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენს ხშირ შემთხვევაში ამ ჩვენ თავისუფლებას რაღაცა ისე არასწორად ვიყენებთ ხოლმე რა და მესამე საინტერესო უხლი მნიშვნელოვანი გინა თუ ჭამდეთ გინა თუ სმიდეთ გინა თუ რასაცა იქმოდეთ ყოველსა სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ ანუ ადამიანი როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ ხო უნდა ვიცადოთ რომ რაც არ უნდა ვაკეთებდეთ ღვთისადიდებლად უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი და ეს განსაკუთრებით მარხვაში არის ახლა ეს თემა აქტუალური იმიტომ რომ ესე იგი მარხვაში როდესაც ჩვენ მაგალითად უარს ვამბობთ სახსნელო საკვებზე ხო ამით ახლა როგორც ზოგიერთი ექიმი თუ ადამიანი ჯანმრთელობა ხელს უწყობს ზოგიერთი ექიმის მოსაზრებით მარხვა ჯანმრთელობისთვისაც კი სასარგებლოა მაგრამ აბსოლუტურად ჯანმრთელი ახლა სამწუხაროდ რა ვიცი იქნება ყველა ხართ ახლა რა ნუ ადამიანთან საკმაოდ ნაწილი არ არის აბსოლუტური ჯანმრთელობა არ აქვს და უბრალოდ უნდა ვეცადეთ რომ როცა ვმარხულობთ იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვიღაცაზე
მაგრები ვართ ან ვიღაცა ზევიდან უნდა უყუროთ ვინც არ მარხულობს და ხო წერია კიდე წმინდა წერილში რომ ჭამილი არ ამჭამილს არ უნდა განიკითხავდეს და პირიქით ხო და ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ეს ყველაფერს რო ვაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენი საქციელი ღმერთი განდიდებოდეს ხო ასეა და დაგვინახავენ ადამიანები რომლებისთვის ჩვენ ვასოცირდებით ეკლესიასთან ხო ასე როგორც მორწმუნე ადამიანო სასულიერო პირები თავისთავად უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ხო შესაძლებელია მაგალითად ჯანმრთელობის გამო სასულიერო პირმას მარხვაში სახსნილო საკვები მიიღოს მაგრამ უნდა ეცადოს რომ არ დააბრკოლოს ძმა ეს საკვები უნდა მიიღოს ფარულად ახლა რა ამით კი არავის ვატყუებთ კი არავის ვემალებით და ასე შემდეგ უბრალოდ იმისთვის რომ ადამიანი არ დაბრკოლდეს იმიტომ რომ ახლა მე ვიცნობ სასულიერო პირებს რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან მათ ახლა არ შეიძლება რომ იმარხულონ იმიტომ რომ შეიძლება მართლა მათი ჯანმრთელობა ძალიან დააზიანოს და აქედან გამომდინარე მათ აქვს კურთხევა რომ მიიღონ სახსნილო საკვები უბრალოდ სასულიერო პირები ცდილობენ რომ ადამიანებს ეს არ დაანახონ იმიტომ რომ ადამიანს ახლა ყველა სხვა დაიწყებს შენ ახსნას ახლა რომ იცი რა მე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ასე შემდეგ და ასე ამიტომ ასეთ შემთხვევაში როდესაც ადამიანს ეს მორწმუნეებსაც ეხება ახლა როცა იციან რომ ჩვენ დავდივართ ეკლესიაში ან მაგალითად რევლის წევრები ხარ და დადიხართ ეკლესიაში და მართვის დროს მოგიწიათ სტუმრად სადღაც ყოფნა და იქ ახლა თქვენ გაქვთ კურთხევა რომ მიიღოთ შეიძლება ხორცის პროდუქტი, ზის პროდუქტი, უნდა ვეცადოთ სტუმრად მაინც არ მივიღოთ ეს საკვები, იმიტომ რომ შეიძლება დაბრკოლდეს ის ადამიანი, შეიძლება ვიღაცამ კი გაგვიბედოს და ვკითხოს რატო ჭამს სახსნილოს, იმიტომ რომ მარხვა და მე შენ კი იმას აუხსნე, მაგრამ ზოგმა შეიძლება ეს კითხვა ვერ დაგისვას, იმიტომ რომ შერცხვეს ახლა ადამიანურად და იუხერხულოს, მაგრამ ეშმაკმა მერე შენი ეს აქციალი რომ მასთან ერთად სახსნილო ჭამე გამოიყენოს და მერე იმის იტყვის რომ ეს არის მორწმუნე მოდის და აქ ახლა მარხვაში სახსნილო საკვებს. რა თქმა უნდა, საკვები არ გადაწყვეტს, არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის და შეიძლება ადამიანი საერთოდ არ ჭამდეს ხორცს და ხორცის პროდუქტს, რძეს და რძის პროდუქტს, მაგრამ ადამიანს ჭამდეს და არაფერთა კაპიკი იყოს მისი ფასი. შეიძლება ადამიანი ამას ყველაფერს ჭამდეს და ძალიან კარგი ადამიანი. რა თქმა უნდა, ჭამა არ არის ახლა საჭმელი გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანია რა. ასე რომ უკვე ესეთი საინტერესო საკითხები იყო მეათე თავში განხილული და ღმერთმა მოგწეს ძალა რომ ძველ აღთქმაში დავინახოთ ის წინასახეები, რომელიც მოგცა ჩვენ ღმერთმა იმისთვის რომ როცა მოვიდა მესია და აღარსებოს ახალი აღთქმის ეკლესია, ვიცოდეთ რომ ეს ყველაფერი ნათქვამი და ნაწინასწარმეტყველები იყო და მოცემული იყო ესეთი ტიპოლოგიური მაგალითები ძველ აღთქმაში და ასევე როგორც თქვით ახლა უნდა ვერიდოთ ახლა უცხო აღმსარებელ ადამიანებთან რელიგიურ თანაზიარობას უნდა ვიცადოთ რომ მათი შესაწირავები და რიტუალური რაღაცა საკვები არ მივიღოთ იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ნაკერპავის ჭამას უტოლდება და ბოლოს ახლა უნდა ვიცადოთ რომ ჩვენი ცხოვრება ისე წარმართოთ რომ ყველაფერი ის რაც ჩვენ ცხოვრებაში მოხდება იყოს ღვთისადიდებლად როგორც პავლე ამბობს და ამით დავასრულოთ რაც გინდა ჭამდეთ გინდა სვამდებით ყველასათვის სადიდებელად ღვთისა ვიქმოდეთ და ღმერთმა ქნას რომ ასე შევძლოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ამინ